ფაგავად გიტა, თავი მე-14, მატერიალური ბუნების 3 მოდუსი, ლექსი პირველი. ღმრთების უზენაესმა პიროვნებამ თქვა, მე კვლავ განგიცხადებ ამ უმაღლეს სიბრძნეს, საუკეთესო ცოდნას, რომლითაც ყოველმა ბრძენმა უმაღლეს სრულქმნას მიაღწია. განმარტება. მე-7 თავიდან მე-12-მდე შრი კრიშნამ დაწვრილებით გაგვინდო აბსოლუტური ჭეშმარიტება, ღმრთების უზენაესი პიროვნება. ახლა კი თავად უფალი კვლავ ანათლებს არჯუნას. თუ კი ადამიანი ფილოსოფიური მსჯელობით გაიგებს ამ თავს, მიხვდება, რა არის ერთგული სამსახური. მე-13 თავში გარკვევით იყო განმარტებული, რომ ცოდნის მორჩილად განვითარებით ადამიანი მატერიალური ტყვეობისგან თავისუფლდება. განმარტებული იყო ისიც, რომ სწორედ ბუნების მოდუსებთან კავშირის გამოა ცოცხალი არსება მატერიალურ სამყაროში დატყვევებული. ამ თავში უზენაესი პიროვნება გვიხსნის, რა არის ბუნების ეს მოდუსები, როგორ მოქმედებენ, როგორ ითრევენ და როგორ ათავისუფლებენ. უზენაესი უფალი აცხადებს, რომ ამ თავში გადმოცემული ცოდნა სხვა თავებში გადმოცემულ ცოდნაზე მაღალია. მისი გაგებით მრავალმა დიადმა ბრძენმა მიაღწია სრულქმნას და სულიერ სამყაროში გადაინაცვლა. ახლა უფალი იგივე ცოდნას უკეთ გვიხსნის. ეს ცოდნა გაცილებით მაღალია აქამდე განმარტებულ ცოდნის განვითარების ნებისმიერ სხვა გზაზე და მისი წყალობით მრავალმა მიაღწია სრულქმნას. ამრიგად, უნდა ვიცოდეთ, რომ ის, ვინც ამ მე-14 თავს გაიგებს, სრულქმნას მიაღწევს. ლექსი მეორე. ის, ვინც ამ ცოდნაში მტკიცდება, ჩემი ბუნების მსგავს ტრანსცენდენტულ ბუნებას იძენს. ის, ვინც ამგვარადაა განმტკიცებული, შექმნისას არ იბადება და არც განადგურებისას წუხდება. განმარტება. სრულყოფილი ტრანსცენდენტული ცოდნის შეძენის შემდეგ ცოცხალი არსება თვისობრივად ღმრთების უზენაესი პიროვნების ტოლი ხდება, რითაც განმეორებად დაბადება სიკვდილს აღწევს თავს, მაგრამ კვლავ ინდივიდუალურ სულად რჩება. ვედური ლიტერატურიდან ვგებულობთ, რომ განთავისუფლებული სულები, რომელთაც სულიერი ზეცის ტრანსცენდენტულ პლანეტებამდე მიაღწიეს, მუდამ უზენაესი უფლის ლოტოსის ტერფებს შეყურებენ და ტრანსცენდენტული სიყვარულით ემსახურებიან მას. ასე რომ განთავისუფლების შემდეგაც კი ერთგულები არ კარგავენ თავიანთ ინდივიდუალურ სახეებს. როგორც წესი, მატერიალურ სამყაროში ჩვენს მიერ შეძენილი ნებისმიერი ცოდნა მატერიალური ბუნების 3 მოდუსით არის გაბინძურებული. ცოდნას, რომელიც ბუნების 3 მოდუსით გაბინძურებული არ არის, ტრანსცენდენტული ცოდნა ეწოდება. როგორც კი ცოცხალი არსება ამ ტრანსცენდენტულ ცოდნას შეიძენს, უზენაესი პიროვნების საფეხურზე ამაღლდება. ვისაც წარმოდგენა არ აქვს სულიერ ზეცაზე, თვლიან, რომ მატერიალური ფორმისათვის დამახასიათებელი მატერიალური საქმიანობისგან განთავისუფლების შემდეგ ეს სულიერი არსება უფორმო და ყოველგვარ მრავალფეროვნებას მოკლებული ხდება. მაგრამ, როგორც მატერიალურ სამყაროში, ასევე სულიერ სამყაროშიც მრავალფეროვნებას ხვდებით. ისინი, ვისაც ეს არ ესმით, ფიქრობენ, რომ სულიერი არსებობა მატერიალურ მრავალფეროვნებას ეწინააღმდეგება. სინამდვილეში კი სულიერ ზეცაზე ცოცხალი არსება სულიერ ფორმას ღებულობს. იქ სულიერი საქმიანობები მიმდინარეობს და სულიერ მდგომარეობას კი ერთგული სამსახური ეწოდება. ნათქვამია, რომ ეს ატმოსფერო უწმინდურობას მოკლებულია და იქ ცოცხალი არსება თვისობრივად უზენაესი უფლის ტოლია. ასეთი ცოდნის შესაძენად საჭიროა ყოველი სულიერი თვისება განვინვითაროთ. მასზე, ვინც ამგვარად ინვითარებს სულიერ თვისებებს, არ მოქმედებს მატერიალური სამყაროს შექმნა თუ განადგურება. ლექსი მესამე. მთელი მატერიალური სუბსტანცია, რომელსაც ბრაჰმანი ეწოდება, დაბადების სათავეა და სწორედ ამ ბრაჰმანში ჩავსახავ მე სიცოცხლეს, რითაც შესაძლებას ვხდი ყოველი ცოცხალი არსების დაბადებას, ო ფარატეს შთამომავალო. განმარტება. აქ განმარტებულია, რა არის სამყარო. ყველაფერი ქშეტრასა და ქშეტრაჯნას, ანუ სხეულისა და სულის შეერთებით ხდება. მატერიალურ ბუნებასა და ცოცხალ არსებას თავად უზენაესი ღმერთი აერთებს. მაჰატატვა მთელი კოსმიური გამოვლინების საერთო მიზეზია. მატერიალური მიზეზის მთელ ამ სუბსტანციას კი, რომელშიაც ბუნების 3 მოდუსი იმყოფება, ზოგჯერ ბრაჰმანი ეწოდება. უზენაესი უფალი ანაყოფიერებს მთელ ამ სუბსტანციას და ამგვარად ურიცხვი სამყარო წარმოიშვება.
ვედურ ლიტერატურაში მთელი ეს მატერიალური სუბსტანცია, ანუ მაჰატატვა აღწერილია ბრაჰმანად. უზენაესი პიროვნება თესლებით, ანუ ცოცხალი არსებებით ანაყოფიერებს ამ ბრაჰმანს. ყოველი 24 ელემენტი, დაწყებული მიწით, წყლით, ცეცხლითა და ჰაერით, მატერიალური ენერგიაა და შეადგენს მაჰად ბრაჰმად, ანუ დიად ბრაჰმანად წოდებულ მატერიალურ ბუნებას. როგორც მეშვიდე თავშია განმარტებული, მატერიალური ბუნების მიღმა უმაღლესი ბუნება, ანუ ცოცხალი არსება დგას. ღმრთების უზენაესი პიროვნების ნებით, უმაღლესი არსება უერთდება მატერიალურ ბუნებას, რის შემდეგაც მატერიალურ ბუნებაში ცოცხალი არსებები იბადებიან. მორიელი ბრინჯის გროვაში დებს კვერცხებს და ზოგჯერ ამბობენ, მორიელი ბრინჯიდან იბადებაო, მაგრამ ბრინჯი მორიელის გაჩენის მიზეზი არ არის. სინამდვილეში კვერცხები დედამ დადო. მსგავსად ამისა, მატერიალური ბუნება არ არის ცოცხალი არსების დაბადების მიზეზი. თესლს ღმრთების უზენაესი პიროვნება იძლევა და მხოლოდ გვეჩვენება, რომ ცოცხალი არსებები მატერიალური ბუნების წარმონაქმნების მსგავსად იბადებიან. ამრიგად, ყოველ ცოცხალ არსებას თავისი წარსული მოქმედებების თანახმად მატერიალური ბუნების მიერ შექმნილი სხვადასხვა სხეული აქვს, რათა თავისი წარსული საქმეების შესაბამისად დატკბეს ან დაიტანჯოს. უფალია მატერიალურ სამყაროში ცოცხალ არსებათა ყოველი გამოვლინების მიზეზი. ლექსი მეოთხე. იცოდე, რომ სიცოცხლის ყოველი სახეობა, ო კუნტის შვილო, ამ მატერიალურ ბუნებაში იბადება და რომ მე ვარ თესლის მიმცემი მამა. განმარტება. ამ ლექსში ნათლად არის განმარტებული, რომ ღმრთების უზენაესი პიროვნება კრიშნა ყოველი ცოცხალი არსების თავდაპირველი მამაა. ცოცხალი არსებები მატერიალური ბუნებისა და სულიერი ბუნების შენაერთებს წარმოადგენენ. ასეთ ცოცხალ არსებებს ხვდებით არა მხოლოდ ამ პლანეტაზე, არამედ უმაღლესედაც კი, სადაც ბრაჰმა იმყოფება. ცოცხალი არსებები ყველგან არიან, მიწაში, წყალში და ცეცხლშიც კი. ყოველი ამ გამოვლინების მიზეზია დედა, ანუ მატერიალური ბუნება და ის, რომ კრიშნა თესლს იძლევა. ამ ლექსის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალურ სამყაროში ჩასახულია ცოცხალი არსებები, რომლებიც შექმნისას თავიანთი წარსული ქმედებების თანახმად სხვადასხვა ფორმებში იბადებიან. ლექსი მეხუთე. მატერიალური ბუნება შედგება სამი მოდუსისგან: სათნოების, ვნებისა და უგუნურებისგან. როდესაც ცოცხალი არსება ბუნებას უკავშირდება, ო მკლავმაგარო არჯუნა, იგი განპირობებული ხდება ამ მოდუსებით. განმარტება. ვინაიდან ცოცხალი არსება ტრანსცენდენტულია, მას არაფერი აქვს საერთო მატერიალურ ბუნებასთან და რა კი მაინც ამ მატერიალურ სამყაროთია განპირობებული, მატერიალური ბუნების მოდუსებისვე გავლენით მოქმედებს, რადგან ბუნების სხვადასხვა ასპექტების გამო ცოცხალ არსებებს სხვადასხვა სახის სხეულები აქვთ, ისინი იძულებული არიან ამ ბუნების თანახმად იმოქმედონ. ეს მრავალგვარი ბედნიერებისა და უბედურების მიზეზია. ლექსი მეექვსე. ო უცოდველო, სათნოების მოდუსს, როგორც სხვებზე წმინდას, სინათლე მოაქვს და ათავისუფლებს ცოცხალ არსებას ყოველი ცოდვითი რეაქციისგან. ამ მოდუსში მყოფნი ბედნიერებითა და ცოდნით ხდებიან განპირობებული. განმარტება. არსებობს მატერიალური ბუნებით განპირობებული მრავალი სახის ცოცხალი არსება. ზოგი ბედნიერია, ზოგი მეტად მოქმედი, ზოგი კი უმწეო. ათასგვარი ფსიქოლოგიური გამოვლინებები გამოწვეულია ცოცხალ არსებათა განპირობებული მდგომარეობით ბუნებაში. ფაგავად გიტას ამ ნაწილში განმარტებულია ის, თუ როგორ არიან ისინი სხვადასხვაგვარად განპირობებული. პირველად განხილულია სათნოების მოდუსი. მატერიალურ სამყაროში სათნოების მოდუსის განვითარების შედეგი ის არის, რომ ცოცხალი არსება სხვადასხვაგვარად განპირობებულ არსებებზე ბრძენი ხდება. ამ მოდუსში მყოფ ადამიანზე დიდად არ მოქმედებს მატერიალური გაჭირვებები
და მას მატერიალური ცოდნის განვითარებისთვის საჭირო გონება გააჩნია. ამის მაგალითია ბრაჰმანი, რომელიც სათნოების მოდულში უნდა იმყოფებოდეს. ბედნიერების შეგრძნების მიზეზი იმის ცოდნაა, რომ სათნოების მოდულში ცოცხალი არსება მეტნაკლებად განთავისუფლებულია ცოდვითი რეაქციებისგან. მართლაც, ბედურ ლიტერატურაში ნათქვამია, რომ სათნოების მოდუსი მეტ ცოდნას და მეტი ბედნიერების შეგრძნებას ნიშნავს. აქ სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სათნოების მოდულში განპირობებული ცოცხალი არსება ხვდება, რომ წინ მიიწევს ცოდნაში და სხვებზე უკეთესია. ამგვარად იგი განპირობებული ხდება. ამის საუკეთესო მაგალითებია მეცნიერი და ფილოსოფოსი. თითოეული მათგანი მეტად ამაყობს საკუთარი ცოდნით და რა კი ისინი, როგორც წესი, ცხოვრების პირობებს იუმჯობესებენ, გარკვეულ მატერიალურ ბედნიერებას განიცდიან. განპირობებულ ცხოვრებაში ამ ბედნიერების ზრდის შეგრძნების გამო მატერიალური ბუნების სათნოების მოდუსით არიან ხელფეხშეკრული. ამრიგად მათ სათნოების მოდუსში შრომა იზიდავს და სანამ ეს ასე ხდება, ბუნების მოდუსში მყოფი რომელიმე სახის სხეული უნდა მიიღონ. ამიტომ მათ განთავისუფლებაზე ან სულიერ სამყაროში გადანაცვლებაზე ფიქრიც არ შეიძლება. კვლავ და კვლავ ცოცხალი არსება შეიძლება ფილოსოფოსად, მეცნიერად ან პოეტად დაიბადოს და კვლავ გაიხლართოს დაბადება სიკვდილის არასასურველ პირობებში, მაგრამ მატერიალური ენერგიის ილუზიის გამო ასეთი ცხოვრება სასიამოვნო ჰგონია. ლექსი მეშვიდე. ვნების მოდუსი უსაზღვრო სურვილებისა და წადილისგან არის წარმოშობილი. ოკუნტის შვილო, რის გამოც ცოცხალი არსება მატერიალურ საქმიანობებზეა მიჯაჭვული. განმარტება. გრძნობათა დაკმაყოფილებისთვის ნების მოდუსში მყოფი კაცი გარკვეულ პატივისცემას ელტვის საზოგადოებასა თუ ეროვნებაში. მას უნდა ჰყავდეთ ბედნიერი ოჯახი, კარგი შვილები, ცოლი და სახლი. ეს ნების მოდუსის შედეგია. სანამ ასეთი სურვილები აქვს, ძალიან ბევრი უნდა იშრომოს. ამიტომ აქ გარკვევით არის ნათქვამი, რომ იგი უკავშირდება თავისი საქმიანობის ნაყოფებს და ხელფეხშეკრული ხდება ასეთი საქმიანობით. ლექსი მერვე. ო ფარატას შვილო, იცოდე რომ უგუნურებისგან შობილ წყდიადის მოდუსში ყოველი ხორცშესხმული ცოცხალი არსება მოტყუებულია. ამ მოდუსის შედეგებია სიზარმაცე, სიგიჟე და ძილი, რაც ატყვევებს სულს. განმარტება. ამ ლექსში მეტად საყურადღებოა თუ რა მნიშვნელობით არის გამოყენებული სიტყვა ტუ. ეს იმას ნიშნავს, რომ უგუნურების მოდუსი მეტად უჩვეულო თვისებაა ხორცშესხმული სულისთვის. უგუნურების მოდუსი სათნოების მოდუსის სრული საწინააღმდეგოა. სათნოების მოდუსში ცოდნის განვითარებით ადამიანი ხვდება რა არის, მაგრამ უგუნურების მოდუსი ამის სრული საწინააღმდეგოა. უგუნურების მოდუსში ყველა სიგიჟემდეა მისული, გიჟი კი ვერ გაიგებს იმას რა არის. წინსვლის ნაცვლად ადამიანი დეგრადაციას განიცდის. უგუნურების მოდუსი განმარტებულია ვედურ ლიტერატურაში. უგუნურების გავლენის გამო ადამიანს არ ესმის არაფერი ჭეშმარიტი სახით. მაგალითად, ყველა ხედავს, რომ წინაპრები კვდებიან, ამიტომ ისინიც უნდა მოკვდნენ. ადამიანი მოკვდავია. შვილები, რომლებიც გაგვიჩნდებიან, ისინიც მოკვდავები არიან. ამდენად სიკვდილი გარდაუვალია და მაინც ხალხი გიჟივით აგროვებს ფულს და დღე და ღამე თავგამოდებით შრომობს. არ ზრუნავს რა მარადიულ სულზე. ეს არის სიგიჟე. სიგიჟის გამო მათ არ სურთ სულიერ მეცნიერებაში წინსვლა. ასეთი ადამიანები უაღრესად ზარმაცები არიან. როდესაც სულიერ ცოდნას თავაზობენ, ინტერესს არ იჩენენ. არც აქტიური არიან იმათგან განსხვავებით, ვისედაც ვნების მოდუსი ბატონობს. უგუნურების მოდუსში ჩაძირული არსების კიდევ ერთი ნიშანია ის, რომ მას საჭიროზე მეტი სძინავს. 6 საათი ძილი სრულიად საკმარისია. უგუნურებაში მყოფ ადამიანს კი დღეში სულ ცოტა 10-12 საათი სძინავს. ასეთი კაცი მუდამ დათრგუნულად გამოიყურება და დამათრობელ საშუალებებსა და ძილს ეტანება. ასეთია უგუნურების მოდუსით განპირობებული ადამიანის დამახასიათებელი ნიშნები. ლექსი მეცხრე. ო ფარატას შვილო, სათნოების მოდუსი ბედნიერებით განაპირობებს არსებას. ნება კარმიული საქმიანობით, უგუნურება კი სიამოვნებას მიაჯაჭვავს იმით,
რომ ცოცხალი არსების ცოდნას ფარავს. განმარტება. სათნოების მოდულში მყოფი კაცი კმაყოფილია თავისი შრომით ან ინტელექტუალური ძიებით, ისევე როგორც ფილოსოფოსი, მეცნიერი ან განმანათლებელი შეიძლება დაკმაყოფილდეს ცოდნის გარკვეულ სფეროში მოღვაწეობით. ნების მოდულში მყოფი ადამიანი შეიძლება კარმიული საქმიანობით იყოს დაკავებული. იგი ფლობს იმდენს, რამდენის უნარის შესწევს და ხარჯავს კეთილი საქმეებისთვის. ზოგჯერ ცდილობს ააშენოს საავადმყოფოები, დაეხმაროს საქველმოქმედო საზოგადოებას და ასე შემდეგ. ასეთია ნების მოდუსის ზოგიერთი ნიშანი. უგუნურების მოდუსი კი ცოდნას ფარავს. უგუნურების მოდუსში ცოცხალი არსების არც ერთ საქმიანობას კარგი არაფერი მოაქვს, არც მისთვის და არც სხვებისთვის. ლექსი მეათე. ზოგჯერ სათნოების მოდუსი ჭარბობს. ამარცხებს რა ვნებისა და უგუნურების მოდუსებს. ო ფარატაშვილო, ზოგჯერ ვნების მოდუსი ჯობნის სათნოებასა და უგუნურებას. ზოგჯერ კი უგუნურება ერევა სათნოებასა და ვნებას. ამგვარად მუდამ პაექრობაა პირველობისთვის. განმარტება. ბუნების გარკვეული მოდუსების სიჭარბე ცოცხალი არსების მოქცევაში, საქმიანობებში, კვებაში და ასე შემდეგ ვლინდება. ყოველივე ეს მომდევნო თავებში იქნება განმარტებული, მაგრამ თუკი ცოცხალი არსება მოისურვებს, პრაქტიკით შეუძლია განვითაროს სათნოების მოდუსი, რითაც უგუნურებისა და ვნების მოდუსებს დაამარცხებს. ასევე შეიძლება ვნების მოდუსის განვითარება და სათნოებისა და უგუნურების დაჯავნა, ან და უგუნურების მოდუსის განვითარება და სათნოებაზე და ვნებაზე გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომ სამივე მათგანი მატერიალური ბუნების მოდუსებია, შეუპოვარ ადამიანს შეუძლია სათნოების მოდუსს მიაღწიოს, სათნოების მოდუსის გადალახვის შემდეგ კი იგი წმინდა სათნოებამდე აღიმართება, რომელსაც ვასუდევას მდგომარეობა ეწოდება. ამ მდგომარეობაში იგი ღმერთის მეცნიერებას გებულობს. ცოცხალი არსების მიერ შესრულებული კონკრეტული საქმიანობის საფუძველზე ხდება იმის დადგენა, ბუნების რომელ მოდუსს მიეკუთვნება იგი. ლექსი მე-11. სათნოების მოდუსი ვლინდება მაშინ, როდესაც სხეულის ყოველი კარი ცოდნით არის განათებული. განმარტება. სხეულში 9 კარია, 2 თვალი, 2 ყური, 2 ნესტო, პირი, სასქესო ორგანოები და უკანატანი. როდესაც ყოველი კარი სათნოების ნიშნით არის განათებული, უნდა გვესმოდეს, რომ ცოცხალ არსებას სათნოების მოდუსი აქვს განვითარებული. სათნოების მოდუსში იგი სწორად ხედავს, სწორად ესმის და სწორად აღიქვამს გემოს. იწმინდება შინაგანადაც და გარეგნულადაც. ყოველ კარში ბედნიერების ნიშნები ჩნდება, რაც სათნოებისთვის არის დამახასიათებელი. ლექსი მე-12. ო მთავარო ფარადდაშორის, როდესაც ვნების მოდუსი მატულობს, ვითარდება დიდი მიჯაჭვულობის, კარმიული საქმიანობის, ძლიერი ძალისხმევის და დაუოკებელი სურვილისა და წადილის ნიშნები. განმარტება. ვნების მოდუსში მყოფი ცოცხალი არსება ვერასოდეს კმაყოფილდება მიღწეული მდგომარეობით. მას თავისი მდგომარეობის გაუმჯობესება სწადია. საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ძალღონეს არ დაიშურებს, რათა მდიდრული სახლი ჰქონდეს, თითქოს და მარად ამ სახლში აპირებდეს ცხოვრებას. გრძნობათა დაკმაყოფილების ძლიერი წადილი უჩნდება. ეს სურვილი კი დაუსრულებელია. სურს მუდამ საკუთარ ოჯახთან და საკუთარ სახლში იცხოვროს და წამიცად არ შეარჩეროს გრძნობათა დაკმაყოფილება. ამას ბოლო არ უჩანს. უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი ეს სიმპტომი ვნების მოდუსისთვის არის დამახასიათებელი. ლექსი მე-13. როდესაც უგუნურების მოდუსი მატულობს, ო ყურუშვილო, ვლინდება წყდიადი, უმოქმედობა, სიგიჟე და ილუზია. განმარტება. სადაც სინათლე არ არის ცოდნაც. უგუნურების მოდუსში მყოფი არსება წესების დაუმორჩილებლად შრომობს. მას თვითნებური, უმიზნო მოქმედება სურს. თუმცა შრომის უნარი გააჩნია, არაფერს აკეთებს. ამას ილუზია ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერება აქვს, მისი ცხოვრება უმოქმედოა. ასეთია უგუნურების მოდუსში მყოფი არსების ნიშნები. ლექსი მე-14. როდესაც ცოცხალი არსება სათნოების მოდუსში გარდაიცვლება, დიადი ბრძენების, წმინდა მაღალ პლანეტას აღწევს.
ლექსი მე-15. როდესაც ცოცხალი არსება ნების მოდულში გარდაიცვლება, იბადება მათ შორის, ვინც კარმიულ საქმიანობებს ეწევიან და როდესაც ცოცხალი არსება უგუნურების მოდულში გარდაიცვლება, იბადება ცხოველთა სამყაროში. განმარტება. სათნოებაში მყოფი არსება აღწევს ისეთ მაღალ პლანეტარულ სისტემებს, როგორიცაა ბრაჰმა-ლოკა და ჯანა-ლოკა და იქ ღვთაებრივი ბედნიერებით ტკბება. მნიშვნელოვანია სიტყვა ამალან, რაც ნებისა და უგუნურების მოდუსებისგან განწმენდილს ნიშნავს. მატერიალური სამყარო უწმინდურობით არის აღსავსე, მაგრამ სათნოების მოდუსი მატერიალურ სამყაროში არსებობის ყველაზე წმინდა ფორმაა. სხვადასხვა სახის ცოცხალი არსებისთვის სხვადასხვა პლანეტები არსებობს. სათნოების მოდუსში გარდაცვლილები ადიან იმ პლანეტამდე, სადაც დიადი ბრძენები და ერთგულები ცხოვრობენ. ზოგიერთებს გონიათ, რომ ადამიანის სიცოცხლის მიღწევის შემდეგ სული დაბლა აღარ ეშვება. ეს შეცდომაა. ამ ლექსიდან გამომდინარე, თუკი ცოცხალი არსება უგუნურების მოდუსს ინვითარებს, სიკვდილის შემდეგ ცხოველის სახეობამდე დაეშვება. ამ მდგომარეობიდან იგი კვლავ ევოლუციური პროცესით უნდა ამალდეს, რათა კვლავ მიაღწიოს ადამიანის სახეობას. ამიტომ მათ, ვისაც სერიოზულად ესმის ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობა, სათნოების მოდუსი უნდა განივითარონ, სასიკეთო ხალხთან ურთიერთობაში გადალახონ მოდუსები და კრიშნას ცნობიერებას მიაღწიონ. ასეთია ადამიანის სიცოცხლის მიზანი. არადა არ არსებობს იმის გარანტია, რომ ადამიანური არსება კვლავ ადამიანის მდგომარეობას მიაღწევს. ლექსი მე-16. ღვთაებრივი საქმიანობის შედეგი წმინდაა და ამბობენ, რომ სათნოების მოდუსს მიეკუთვნება, მაგრამ ნების მოდუსში შესრულებულ საქმიანობას მოჰყვება ტანჯვა და უგუნურების მოდუსში შესრულებულს კი სიგიჟე. განმარტება. სათნოების მოდუსში შესრულებულ საქმიანობებს წმინდა შედეგი მოაქვს, ამიტომ ილუზიისგან სრულიად თავისუფალი ბრძენები ბედნიერი არიან. ნების მოდუსში შესრულებული საქმიანობას კი მხოლოდ უბედურება მოჰყვება. მატერიალური ბედნიერებისთვის გაწეულ ნებისმიერ საქმიანობას მარცხი უწერია. მაგალითად, თუ კი ვინმეს ცათამბჯენის აშენება სურს, ამისთვის დიდი ადამიანური ტანჯვაა საჭირო. საკმარისი ქონების დასაგროვებლად ფინანსისტმა 1000 სირთულე უნდა გადაიტანოს. მათ კი, ვინც შენობის ასაშენებლად წელებზე ფეხს იდგამენ, ფიზიკური შრომა უნდა გასწიონ. ყველაფერ ამას ტანჯვა ახლავს თან. ამრიგად ფაგავად გიტაში ნათქვამია, რომ ნების მოდუსის გავლენით შესრულებულ ნებისმიერ საქმიანობას აუცილებლად დიდი ტანჯვა მოჰყვება. იმის გაფიქრებაზე, რომ ეს სახლი ჩემია, ან მე მაქვს ამდენი ფული, ადამიანს შეიძლება მცირე, ეგრეთ წოდებული მენტალური ბედნიერების შეგრძნება ჰქონდეს, მაგრამ ეს არ არის ჭეშმარიტი ბედნიერება. რაც შეეხება უგუნურების მოდუსში მყოფ ადამიანს, იგი ცოდნის გარეშე მოქმედებს, ამიტომ მის ყოველ საქმიანობას ტანჯვა მოჰყვება. შემდეგში კი ცხოველის სახეობაში გადავა. ცხოველთა ცხოვრება მუდამ ტანჯვით არის აღსავსე, თუმცაღა ილუზიის ენერგიის გავლენით თვითონ ამას ვერ ხვდებიან. საბრალო ცხოველების ხოცვის მიზეზი უგუნურების მოდუსია. მკვლელმა არ იცის, რომ მომავალში ცხოველი მიიღებს ისეთ სხეულს, რომ მის მოკვლას შესძლებს. ასეთია ბუნების კანონი. თუ კი ადამიანთა საზოგადოებაში კაცი კაცს კლავს, ჩამოახრჩობენ. ასეთია სახელმწიფოს კანონი. უგუნურების გამო ხალხი ვერ ამჩნევს, რომ არსებობს სრული სახელმწიფოც, რომელსაც უზენაესი უფალი განაგებს. ყოველი ცოცხალი არსება უფლის შვილია და ღმერთი ჭიანჭველის მოკვლასაც არავის პატიობს. ამისთვის ადამიანმა სასჯელი უნდა მიიღოს. ამრიგად, ენის სიამოვნებისთვის ცხოველთა ხოცვა უკიდურეს უგუნურებაზე მიუთითებს. ადამიანს არ ესაჭიროება ცხოველთა ხოცვა, ვინაიდან ღმერთი უხვად გვაძლევს მშვენიერ საკვებს. თუ კი კაცი მაინც ჭამს ხორცს, უნდა გვესმოდეს, რომ უგუნურებით მოქმედებს, რითაც ბნელ მომავალს იმზადებს. ცხოველთა ხოცვის სახეებს შორის უდიდესი ბოროტებაა ძროხების ხოცვა, ვინაიდან ძროხა რძით 1000 გვარ სიამოვნებას გვანიჭებს. ძროხების ხოცვა უკიდურესი უგუნურებისთვის დამახასიათებელი ქმედებაა. ვედურ ლიტერატურაში ნათქვამია, გობი
პრინინტა მასწარა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის ვინც ტკბება რძით და ძროხებს ხოცავს, უკიდურესად უგუნურია. ვედურ ლიტერატურაში არის ასეთი ლოცვაც. ჩემო უფალო, შენ ხარ ძროხებისა და ბრაჰმანების კეთილის მსურველი და შენ ხარ მთელი კაცობრიობისა და სამყაროს კეთილის მსურველიც. ამ ლოცვაში ნაჩვენებია, რაოდენ მნიშვნელოვანია ძროხებისა და ბრაჰმანების მფარველობა. ბრაჰმანები სულიერი განათლების სიმბოლოა, ძროხა კი უძვირფასესი საკვებისა. საჭიროა ამ ორივე ცოცხალი არსების, ძროხებისა და ბრაჰმანების ყოველმხრივ დაცვა. ასეთია ჭეშმარიტად პროგრესული ცივილიზაცია. თანამედროვე ადამიანთა საზოგადოებაში სულიერი ცოდნა უარყოფილია და მოწოდებულია ძროხების ხოცვა, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ იგი არასწორი მიმართულებით ვითარდება და საკუთარ სამარეს იცხვრის. ცივილიზაცია, რომელიც მიუძღვება მოქალაქეებს იმისკენ, რომ შემდეგ ცხოვრებაში ცხოველებად იქცნენ, არ არის ადამიანთა ცივილიზაცია. ცხადია, თანამედროვე ადამიანთა ცივილიზაცია უაღრესად მოტყუებულია ვნებისა და უგუნურების მოდუსებით. ეს მეტად სახიფათო ეპოქაა და ყოველმა ერმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ხალხი უმარტივესი პროცესით კრიშნას ცნობიერებით უზრუნველყოს, რათა უდიდესი საშიშროებისგან იხსნას კაცობრიობა. ლექსი მე-17. სათნოების მოდუსისგან ვითარდება ჭეშმარიტი ცოდნა, ვნების მოდუსისგან სიხარბე, უგუნურების მოდუსისგან კი ჭკუასუსტობა, სიგიჟე და ილუზია. განმარტება. ვინაიდან ამჟამინდელი ცივილიზაცია სასიკეთო არ არის, ცოცხალი არსებისთვის რეკომენდირებულია კრიშნას ცნობიერება. კრიშნას ცნობიერების საშუალებით საზოგადოება სათნოების მოდუსამდე ამაღლდება. როდესაც სათნოების მოდუსი განვითარებულია, ადამიანები ჭეშმარიტი სახით ხედავენ ყველაფერს. უგუნურების მოდუსში მყოფი ადამიანები ცხოველებს გვანან და სწორად ვერაფერს აღიქვამენ. მაგალითად, უგუნურების მოდუსში მყოფი ხალხი ვერ ხვდება, რომ მოკლული ცხოველი შემდეგ ცხოვრებაში მათ მოკლავს. ვინაიდან ხალხს ჭეშმარიტი ცოდნა არ აქვს, ადამიანები უპასუხისმგებლოები ხდებიან. ასეთი უპასუხისმგებლობის გამოსასწორებლად ხალხთა მასებს უნდა შევასწავლოთ, როგორ განივითარონ სათნოების მოდუსი. სათნოების მოდუსში განსწავლის შემდეგ ისინი უფრო გონიერი გახდებიან და სრულ ცოდნას შეიძენენ მოვლენათა ჭეშმარიტი არსის შესახებ. მაშინ ხალხი ბედნიერი იქნება და აყვავდება მათი ცხოვრებაც. მაშინაც კი, როდესაც ხალხთა უმრავლესობა უბედური და უიღბლოა, თუ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი განივითარებს კრიშნას ცნობიერებასა და სათნოების მოდუსამდე ამაღლდება, ეს მშვიდობასა და აყვავებას მოუტანს მთელ მსოფლიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კი ხალხი ვნებისა და უგუნურების მოდუსებს გადაჰყვება, არც მშვიდობა იქნება და არც აყვავება. ვნების მოდუსში ხალხს სიხარბე უჩნდება და მათ გრძნობათა დაკმაყოფილების წადილს ბოლო არ უჩანს. როგორც ხედავთ, ადამიანი, რომელსაც საკმარისი ფული და გრძნობათა დაკმაყოფილების ყოველი პირობა აქვს შექმნილი, არც ბედნიერია და არც დაწყნარებული. ეს შეუძლებელია, ვინაიდან იგი ვნების მოდუსში იმყოფება. ბედნიერების მსურველს ფული ვერ გააბედნიერებს. ამისთვის იგი კრიშნას ცნობიერების შესრულებით სათნოების მოდუსამდე უნდა ამაღლდეს. როდესაც ადამიანი ვნების მოდუსის საქმიანობით არის დაკავებული, არა მხოლოდ უგუნურია, არამედ მის პროფესიასა და საქმიანობასაც დიდი ტანჯვა მოაქვს მისთვის. საკმარისი ფულის მისაღებად და არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად იძულებულია ათასგვარი გეგმა და სქემა დასახოს. ყველაფერ ამას ტანჯვა მოაქვს. უგუნურების მოდუსში ხალხი სიგიჟემდე მიდის. თავიანთი მდგომარეობით შეწუხებულნი, ისინი ინტოქსიკაციას აფარებენ თავს და კიდევ უფრო ეშვებიან უგუნურებაში. მათი მომავალი წვდიადით არის მოცული. ლექსი მე-18. ისინი, ვინც სათნოების მოდუსში იმყოფებიან, თანდათანობით მაღალ პლანეტებზე აღიმართებიან. ვნების მოდუსში მყოფნი დედამიწის მაგვარ პლანეტებზე იცხოვრებენ. ისინი კი, ვინც უგუნურების შემზარავ მოდუსში არიან, ჯოჯოხეთის სამყაროებში ეშვებიან. განმარტება.
ამ ლექსში უფრო ნათლად არის ნაჩვენები ბუნების სამ მოდულში გაწეული მოქმედების შედეგები. არსებობს მაღალი პლანეტარული სისტემა. იგი ზეციური პლანეტებისგან შედგება, სადაც ყოველი მაცხოვრებელი საკმაოდ ამაღლებულია. სათნოების მოდულის განვითარების ცოდნის დონის თანახმად. ცოცხალი არსება ამ სისტემის სხვადასხვა პლანეტებზე ხვდება. უმაღლესი პლანეტაა სატიალოგა, ანუ ბრაჰმალოგა, სადაც სამივე სამყაროში მთავარი პიროვნება, უფალი ბრაჰმა ცხოვრობს. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ არ შეგვიძლია ბრაჰმალოკაზე არსებული ცხოვრების გასაოცარი პირობების წარმოდგენაც კი, მაგრამ უმაღლეს მდგომარეობას სათნოების მოდულს შეუძლია მიგვიყვანოს აქამდე. ვნების მოდუსი შერეული მოდუსია. იგი სათნოებისა და უგუნურების მოდუსებს შორის იმყოფება. ადამიანი ყოველთვის არ არის წმინდა, მაგრამ ვნების მოდუსში სიწმინდეც რომ შეენარჩუნებინა, დედამიწაზე მეფის ან შეძლებული კაცის სახით დარჩებოდა. მაგრამ ვინაიდან მოდუსები ერთმანეთში შერეულია, ცოცხალი არსება შეიძლება დაბლად დაეშვას. ვნების ან უგუნურების მოდუსებში მყოფი დედამიწაზე მცხოვრებელი ხალხის მაღალ პლანეტებს ხომალდების საშუალებით ვერ მიაღწევს. ვნების მოდულში არც ის არის გამორიცხული, რომ მომდევნო ცხოვრებაში ცოცხალი არსება გიჟი იქნება. აქ აღწერილია, რომ უმდაბლესი თვისება, ანუ უგუნურების მოდუსი შემზარავია. უგუნურების განვითარება ძალიან სახიფათოა. იგი მატერიალური ბუნების უმდაბლეს თვისებას წარმოადგენს. ადამიანის დონის დაბლა 8 მილიონი სახეობის სიცოცხლეა. ფრინველები, ცხოველები, ქვეწარმავლები, ხეები და სხვა. უგუნურების მოდუსის განვითარების შესაბამისად, ადამიანები ამ შემზარავ მდგომარეობაში ეშვებიან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვა ტამასაჰ. ტამასაჰ მიუთითებს მათზე, ვინც იმდენად არიან უგუნურების მოდუსში ჩაფლული, რომ მაღალ მოდუსამდე ასვლაც არ შეუძლიათ. მათი მომავალი მეტად ბნელია. უგუნურებისა და ვნების მოდუსებში მყოფ ხალხს სათნოების მოდუსამდე ამაღლება შეუძლია, რის საშუალებასაც კრიშნას ცნობიერება გვაძლევს, მაგრამ ისინი, ვინც ამ შესაძლებლობებით არ სარგებლობენ, აუცილებლად დაბალ მოდუსში დარჩებიან.